სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას ფსალმუნი 92 წმინდა მამების გამარტებით და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დაზდუმდები, ნუცა დამშვიდდნები. ღმერთო, მეგობრებო, ბასილი დიდი გამარტავს ასე რომ ღმერთო შენნაირი არავინა. გთხოვ, ნუ დუმხარ იმოქმედე. ფსალმუნ მომღერალი, ანუ დავით მეფე ღმერთს თხოვს გამოაჩინოს თავისი ძალა. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ესე იგი ღმერთის უნიკალურობა, მეგობრებო, ხაზგასმულია, მაგრამ ხალხი ევედრება, რომ ის მოქმედებდეს. შემდეგ მეორე მუხლი. რამე თუ ესერა მტერთა შენთა, იზრახეს და მოძულეთა შენთა აიღეს თავი. ბასილი დიდი ასევე გამარტავს, რომ შენი მტრები ხმაურობენ და თავს იწევენ, ასე თქვა. ანუ ეს ფსალმუნი ახსენს, როგორც ცდილობენ მტრები ღმერთის წინააღმდეგ გამოსვლას. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ასევე გამარტავს, რომ მტრები თავხედობენ, მაგრამ ღვთის ძალა მათ, ასე თქვა, დაჯაბრეს, ხო? მესამე მუხლი.ერსა შენსა ზედა ძმაც უვიდეს ზაკოვი და განიზრახეს წმინდათა შენთათვის. მტრებმა შეთქმულება მოაწყვეს შენს ხალხზე, ღმერთო, ისინი გეგმავენ ისრაელისა და ღმერთის წმინდანების განადგურებას. ასევე გრიგოლ ნორსელი გამარტავს, მეგობრებო, რომ მტრები ღმერთის ერთსა და მის წმინდა საქმეებს ებრძვიან. მეოთხე მუხლი. და თქვენს მოვედით და მოსრნეთ იგინი თესლთაგან და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი. მოდი გავანადგუროთ ისრაელი ისე, რომ მისი სახელიც კი გაქრესო. წმინდა კირილი ალექსანდრიელის გამარტებით მტრების გეგმა ისრაელის ხსოვნა, ასე თქვა, წაშალონ, მაგრამ ღმერთი ამას არ დაუშვებს. რამე თუ ზრახეს შეთქმით ურთიერთას და შენთვის აღთქმა ყვეს. ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაეტელთაგმან ისმაეტელთამან მოაბ და აგარიანთა. ბასილი დიდის გამარტებით აქ ჩამოთვლილია, მეგობრებო, ეს მოაბი და ანუ ისრაელის მტრები. იდუმიელები, ისმაელიანები, მოაბი, აგარიანები, ანუ ეს ყველანი, ესე ვთქვათ, ისრაელის ყველა ერთად ისრაელის წინააღმდეგაა. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ეს ხალხები ისრაელის გარშემო მტრებია, მაგრამ ღმერთი მათ ძლევს. მეშვიდე მუხლი. გებალ ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა. ესე იგი სია გრძელდება ეს, ხო, გებალი, ამონი, ამალეკი, ფილისტიმელები და ტვიროსელები, ანუ ყველა ისრაელის განადგურებას ცდილობს. წმინდა ათანასე ალექსანდრიელის გამარტებით ეს ანუ ერთად ჯგუფი ისრაელის, ესე ვთქვათ, მტრებია, მაგრამ ღვთის ძალა მათზე ძლიერია, რა თქმა უნდა. მერვე მუხლი, მეგობრებო, ვაგრძელებთ. და რამე თუ ასურსა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთან. ესე იგი ასურიც და შეუერთდა, ასურიც კი შეუერთდა ამ მტრებს, ხო, ასურიც, და რომლებიც ლოთის შთამომავლებს, ანუ მოაბი და ამონი ეხმარებიან ისრაელის წინააღმდეგ. ყვენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას ქიშონისასა. ესე იგი გაანადგურე ისინი, როგორც მადიანი და სისარა და იაბი.
ეს მიგვანიშნებს მეგობრებო ძველ აღთქმაში ღვთის გამარჯვებებზე, მტრებზე, ხო? კირილი ალექსანდრიელის გამარტებით ღვთის ღმერთის წარსული გამარჯვებები მტრებზე იმედს ძლევს ისრაელს. შემდეგ მეათე მუხლი. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქვეყანისაი. ანუ მტრები აენდორში განადგურდნენ და ქვეყანის სკორეთ, ანუ მიწის მტრად იქცნენ, ანუ მთლიანად გაქრნენ, ასე ვთქვათ. წმინდა ავგუსტინეს გამარტებით ღვთისმსახელი მტრებს მიწასთან ასწორებს. დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებე და სალმონა ყოვონი მთავარნი მათნი. ანუ ნახეთ მტრების ლიდერები, ორები, ზიბი, ზებე, სალმონა ღვთის მიერ განადგურდნენ როგორც ძველი მტრები. ასევე წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ღმერთი მტრების მეთაურებსაც კი ამარცხებს თავისი ძალით, რა თქმა უნდა. შემდეგ მე-12 მუხლი, რომელთა თქويس დავიმკვიდროთ თვისად სიწმინდე ღვთისაი. მტრებმა თქويس ღვთის წმინდა მიწა ჩვენ იქნება, მაგრამ ეს მათი თავხედობაა. ასე წმინდა ათანასე გამარტავს, რომ მტრები ღვთის ღმერთის წმინდა საკუთრებას თქვათ ემუქრებიან, ასე ვთქვათ, მაგრამ ღმერთი იცავს თავისას. მე-13 მუხლი, ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა ურმის თვალი და ვითარცა ლერწა მიწინაშე პირსა ქარისასა. ღმერთო გააბნიე ისინი როგორც ქარი აბნევს მტვერს ან ლერწამს. ხო ეს ნებავთ ლოცვა, რომ მტრები უმნიშვნელო გახდნენ. წმინდა გრიგოლ ნოსელის გამარტება ასეთია, მტრები ღვთის წინაშე უზურები არიან როგორც ქარში მტვერი. მე-14 მუხლი, ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმა რომელმან შეწუნის მთანი. გაანადგურე ისინი როგორც ცეცხლი წვავს ტყეს, ღვთის სასჯელი ძლიერია და გამანადგურებელია. ანუ წმინდა კირილი ალექსანდრიელი ასე გამარტავს, რომ ღვთის რიცხვა გაანადგურებს, რა თქმა უნდა, ცეცხლივით გაანადგურებს მტრებს. მე-15 მუხლი, ეგრეთ სდევნე იგინი ნიავქარეთა შენითა და რიცხვითა შენითა შეაზრწუნე იგინი აღავსე პირი მათი გინებითა და მოიძიონ სახელი შენი უფალო. ანუ ღმერთო გააჯავრე მტრები ისე, რომ შენი სახელი მოიძიონ, მტრებმა უნდა აღიარონ ღვთის ძალა. რცხვენოდენ და შეძრწუნდეთ მკუნითი კუნისამდე და სიცხვილეულ იქმნეთ და წარწყდეთ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ანუ ესე იგი მტრები სამუდამოდ შერწყდნენ და განადგურდნენ ეს ესე ვთქვათ, ანუ ღვთის სასჯელი მტრებს სამუდამოდ დაამარცხებს, რა თქმა უნდა, ხო? და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს არის მე-18 მუხლი, და სცნედ რამე თუ სახელი შენი უფალავს და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქვეყანასა ზედა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთო ყველამ იცოდეს, რომ შენ ხარ უფალი უზენაესი მთელ მსოფლიოში. ეს ფსალმუნის, ასე ვთქვათ, კულმინაცია დავარქვათ ასე, სადაც ღვთის დიდება გამოცხადებულია. და გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ უпростоრად გამარტავს, რომ ღვთის სახელი უზენაესია და ყველა ერმა უნდა აღიაროს. აბა გაიხარეთ და დაგლოცოთ ღმერთმა. დიდი მადლობა.